ეგრეთ წოდებული ანგარიში ბატონ პრემიერ-მინისტრთან ჟურნალისტებისა. მე ეხლა აი ამ წუთამდე სანამ თქვენთან მოვიდოდი ბუნებრივია უსმენდი ამას და მინდა გითხრათ ჩემი პირველი შთაბეჭდილება. რის გამოც წუხარ ძალიან, წუხარ იმის გამო, რომ ჩვენთან იცვლება ხელისუფლებები, ჩვენს აი ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ სამწუხაროდ არ იცვლება ის მიდგომა, რომ კონკრეტული ხელისუფალნი თავს აცნობიერებენ მხოლოდ როგორც კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერს, კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და ისინი ოპონირებაში არიან ყველა სხვა დანარჩენთან. ოპონირებაში არიან პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ბუნებრივია ჟურნალისტებთან და ოპონირებაში არიან საზოგადოებასთან. ასეთი შთაბეჭდილება რჩება. როდესაც მე მოვისმინე ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აი მან გააკეთა სკანდალური განცხადება, პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი განცხადება გურიაში ყოფნის დროს, როდესაც თქვა, რომ ისინი არ დაუშვებენ არც ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებში არსად, არც ერთ ადგილას. ეს იყო ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი განცხადება, კიდევ ვიმეორებ და როდესაც მას თხოვეს კომენტარი დღეს ამ განცხადების თაობაზე, მან სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ის ამ შემთხვევაში მოქმედებდა როგორც პოლიტიკური ძალის ლიდერი და არა პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს გუბერნატორებად და უფრო მეტად ვხედავთ იმ ადამიანებს ძირითადად უმეტესობას გუბერნატორებად, რომლებიც ეგრეთ წოდებული სუსის მიერ არიან დანიშნულები თანამდებობებზე, ანუ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არიან. თუ ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებები, თუ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, თუ ყველა თანამდებობის პირი ჩადგება ერთი კონკრეტული ძალის სამსახურში, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ძალა და მმართველობის აპარატი არის ერთმანეთთან შერწყმული და მე როდესაც ვისმენ ნარმანიას განცხადებებს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს პირველ ტურში და არ იქნება მეორე ტური, ამას არ ამბობს საკუთარი ძალებიდან გამომდინარე. ის ამას ამბობს სახელისუფლებო ძალის იმედით მხოლოდ და მხოლოდ. და როდესაც ბუნებრივია პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ არ დაუშვებს არავის სხვის გამარჯვებას, ის არ არის ოცნების იმედზე. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ის არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს იმედზე და სახელმწიფოს იმედად ლაპარაკობს ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, არის ძალიან გასაბრაზებელი, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც შეიცვალა 1 ოქტომბერს და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე მხოლოდ ამით ამაყობენ, რომ მათ შეცვალეს რეჟიმი, მაგრამ არ შეცვალეს, ან ვერ შეცვალეს სისტემა. ამ სისტემაში ჩამანაცვლებელის როლი იკისრეს წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის ხელისუფლების ცვლილებით ბევრი არაფერი შეიცვალა. ცვლილება ნიშნავს უკეთესობისკენ ცვლილებას, ცვლილება ნიშნავს უკვე გაცვეთილის, უკვე ყავგავსულის, უკვე ბევრი დანაშაულებით დახუნძრულის, ახალი, უფრო პროგრესული, უფრო ასე ვთქვათ, განსხვავებული იდეებით მოსული ძალით ჩანაცვლებას და შეცვლას, მაგრამ თუ ეს არ ხდება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩანაცვლებასთან გვაქვს საქმე, სისტემის ჩანაცვლებასთან და მეტთან არაფერთან. დღევანდელი ბრიფინგიც, დღევანდელი ანგარიშიც მე მხოლოდ და მხოლოდ ამის განცდას მაძლევდა და ეს განმიმტკიცა ყველა შეკითხვაზე პასუხმაც. უგამონაკლისოდ, ყოველ შემთხვევაში მე რასაც მოусმინე, ყველა ამ შეკითხვაზე ჩვენ მივიღეთ ესეთი პასუხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ განცდას განამტკიცებს და მეტი არაფერი. იცით, ეს მედიის მიმართ ასეთი უცნაური პრეტენზია მართლაც გაუგებარია, იმიტომ რომ მედიას, ამა თუ იმ მედიას საშუალება შეიძლება მოედაო იმაში, რომ ის ცოტა ტენდენციურად ან სუბიექტურად აშუქებს ამა თუ იმ რამეს, მაგრამ როდესაც ხდება, ვთქვათ, სიტყვაზე ბანკის დაყაჩაღება, როდესაც ხდება დაჭრა ადამიანისა, როდესაც ხდება მკვლელობა და ხდება ფაქტები, აბა რას მოგვიწოდებენ, რომ ეს ფაქტები დამალოთ თქვენ, ამის თაობაზე არავინ არაფერი არ იცოდეს, ეს ხომ არის შემდგარი ფაქტები,
და არა განზრახვები. იყო შემთხვევები წინა ხელისუფლების პირობებში, როცა განზრახვების გამოც ისჯებოდნენ ადამიანები და ასეთი რამეებიც იყო წინასწარი, ასე ვთქვათ, მძიმე სასჯელები, მაგრამ შემდგარი დანაშაულის დაფარვა, დამალვა, მიჩქმალვა არავის არ აძლევს ხელს არანაირად და ფაქტია, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია შეცვლილია. მე გეტყვით ახლა რაც მინდოდა მეორე განცხადება გამეკეთებინა და თქვენ შეაფასეთ არის თუ არა კრიმინოგენული სიტუაციის მომატების შედეგი ეს ყველაფერი. გუშინ თელავში ჩვენმა წარმომადგენლებმა ჩვენი მერობის კანდიდატმა გიორგი მოსიაშვილმა და ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა ვარდოშვილმა მოაწყვეს პრესკონფერენცია გაზის ფასებთან დაკავშირებით ადგილზე სუბიექტურად მომატებული გაზის ფასებთან დაკავშირებით. ეს იყო წლიდან წლამდე სერიოზული პრობლემა კახეთისა და თელავის რაიონისა და დღეს მოხდა ასეთი მძიმე ფაქტი, რომ ისინი მიდიოდნენ თელავიდან, ოფისიდან უნდა გასულიყვნენ რადიო ჰერეთში, მათ ჰქონდათ ეთერი, ორივე ეს ადამიანი, გიორგი მოსიაშვილი და ნიკა ვარდოშვილი, მათ დახვდათ ადამიანი, ეს გახლავთ ბესო არუთინოვი, როგორც მეუბნებიან წარსულში კრიმინალური ქმედებებისთვის ნასამართლევი და დაუწყო საქმის გარჩევა, ეგრეთ წოდებული, რომ რატო აწუხებენ ისინი გაზის მაგნატებს თელავში, რატო უშლიან ნერვებს, რატო მუშაობენ მათ წინააღმდეგ და ვინმე ლეკ შოთას, რატო, ასე ვთქვათ, ლეკი შოთას წინააღმდეგ რატომ აკეთებენ განცხადებებს. მე როგორც მოვიკითხე, ეს ლეკი შოთა გახლავთ შოთა დემინაშვილი, ადგილობრივი გაზის მაგნატი, რომელიც ამარაგებს თელავსა და კახეთის დიდ უმეტესობას რაიონებისას გაზით და მას აქვს მონოპოლიური ფასები ამ საწვავთან დაკავშირებით და როდესაც მათ უთხრეს, რომ აი მათ აგვიანდებოდათ ეთერში და უნდა წასულიყვნენ, მან ამოიღო დანა და დაუპირა ყელში გამოსმა გიორგი მოსიაშვილს და მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ ნიკა ვარდოშვილმა, რომელიც საჭირსთან იჯდა, დაძრა მანქანა და გაერიდნენ ამ ადგილს, ისინი ამ წუთში იმყოფებიან საპატრულო პოლიციაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღისით, ზისით, ხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მიდის და პოლიტიკური განცხადებებისთვის საქმეს ურჩევს კრიმინალურად, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულებრივად და მე იმედი მაქვს, რომ ასეთ კვალიფიკაციას მისცემენ შესაბამისი ორგანოები ამ ქმედებას. ფაქტია, რომ ეს ნიშნავს იმაზე, რომ ზოგადად ფსიქოლოგიური ფონი კრიმინალისათვის უფრო დასაშვები გახდა. კრიმინალი უფრო მომძლავრდა ამ თვალსაზრისით. გუშინ რასაც ვერ გაბედავდნენ, ვერ ჩაიდენდნენ, ამის ფაქტებს ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად და ეს ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და აუცილებლად ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის კი არ არის, რომ უპრაგონოდ უსმინოს, ვინც საჭიროა და ვინც არ არის საჭირო. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ ადამიანების და ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვას. ადამიანების უსაფრთხოება არ არის დაცული, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება დღისით, მზისით თელავში. ეს მოხდა დღეს 12 საათზე თელავში. დღეს, დიახ, დღეს. კი, აი ახლა აქ რომ მოვდიოდი გზად, მაშინ არ ვიცი ახლა ის უკვე დაკავებულია თუ არა, ისინი ჩვენებას აძლევენ, გოგიტა მოსიაშვილიც და ნიკა ვარდოშვილიც იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში და აძლევენ ჩვენებას და იმედი მაქვს, რომ საქმე წავა ისე რომ აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბარი, აქ არის ძალიან გათავხედებულ კრიმინალურ ქმედებაზე, რომელიც ძალიან ცუდ ფონს ქმნის ზოგადად ქვეყანაში. ეს გნებავთ არჩევნებს ეხებოდეთ და გნებავთ პოლიტიკას და ნებისმიერ თემას, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ასეთი ფაქტების სიმრავლე უკვე ნიშნავს საგანგაშო მოვლენას და ამ საგანგაშო მოვლენაზე უპირველესი და ადეკვატური რეაქცია უნდა ქონდეს ხელისუფლებას და არა ის, რომ ვიღაცას აბრალოს, რომ თქვენ აბუქებთ, თქვენ რაღაცა ძალიან ესე გინდათ, სუბიექტურად გინდათ დაამძიმოთ სიტუაცია. მე მინდა ვთქვა ესეც, რომ აი ეს მისი გამოსვლა იყო რაღაცნაირად ცოტა მოუმზადებელი შტაბეჭდილებას ტოვებდა სწორედ იმის გამო, რომ იყო თითქოს ოპონირება და პასუხი ყველასთან და არა მართლაც ანგარიში. ანგარიში როდესაც არის, ანგარიში არის ასეთი, რომ ეკონომიკურ ბლოკში ასეთი რამეები ხდება. ჯანდაცვისა და სოციალურ ბლოკში ასეთი რამეები ხდება. იქვე ითქმება, რომ რაღაცა ჯერჯერობით ვერ გაკეთდა და ამას გავაკეთებთ შემდგომში, მაგრამ როდესაც მუდმივად ჩხუბის ტონალობაში ელაპარაკები მთელ საზოგადოებას და ეს პირდაპირ ეთერში როცა გადაიცემა
საზოგადოებასთან საუბარია და არა პოლიტიკურ ოპონენტებთან, თქვათ რაიმე ток-შოუში ან ჟურნალისტებთან. ეს არის ფორმა, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება ელაპარაკება საზოგადოებას და ადამიანები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ გაიხსნა ამდენი საწარმო და დასაქმდა თუ არ ვცდები თქვენს 10,000-ით მეტი ადამიანი, ისინი ხო ხედავენ, რომ დღითი დღე სამუშაო ადგილები მცირდება. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტი. აი გნებავთ აგერ პეკინის ქუჩა არის ახლოს ან ნებისმიერ სხვა ისეთ ქუჩაზე, სადაც ბევრი სავაჭრო ობიექტია თავმოყრილი. გავიაროთ და დაველაპარაკოთ მათ. შენ თუ არ დაელაპარაკები, თუ ოდნავ გიცნეს, თვითონ გიწყებენ ლაპარაკს, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ყველა ეს სავაჭრო ობიექტი არის დახურვის პირას. ეს ხო მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად არ არის კარგი სიტუაცია ეკონომიკის თვალსაზრისით. და ის რომ ეხა დიდმა და მსხვილმა მეწარმეებმა, ბანკირებმა, გამოკვეთილმა, ასე ვთქვათ, ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არასოდეს არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში, მიიღეს დიდი სესხები და დაიწყეს თავიანთი ბიზნესის გაფართოება. მე ყველანაირი ბიზნესის გაფართოებას მივესალმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. და მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ყოველთვის დაჩაგრული წინა ხელისუფლების პირობებშიც, დღესაც დაჩაგრულია და სამწუხაროდ არც პერსპექტივა ჩანს იმისი, რომ ამ მიმართულებით რაიმე გამოსწორდება. აწარმოე საქართველოში გნებავთ ნებისმიერი სხვა პროექტი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ასეთ პროექტებს ვისმენ, მაგრამ იმავე წუთში ვკითხულობ, რა საფუძველი აქვს აქედან სესხის გაცემას. როდესაც ადამიანებს, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული სტარტაპის პრობლემა, ანუ საწყისი ფულის პრობლემა, ვისაც არ აქვს გარკვეული ბექგრაუნდი უკვე ბიზნესის წარმოებისა, იმათ ულაპარაკოთ და უაპელაციოთ ეუბნებიან უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ პრივილეგირებული ფენა რჩება, რომელსაც შეუძლია აი ამ ბრუნვაში გასასვლელ ფულთან კონდეს შეხება, მაგრამ ის ფენა, რომელსაც გულით, გულწრფელად უნდა იდეებიც აქვს, შრომის უნარიც აქვს, არც შრომა ეზარება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც მისცეს შემოსავალი და რამოდენიმე ოჯახიც დაასაქმოს, იმას პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ მას არ აქვს სამეწარმეო ბიოგრაფია ეგრეთ წოდებული, იმის გამო რომ ვერასოდეს სესხთან ახლოს ვერ მიდიოდა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, აღარაფერს ვიტყვი ბანკის მოვალეებზე, რომელიც კიდე ცალკე თემა არის და ამ მიმართულებით დაპირებები ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ეს არის ის მსხვილი თემები, საგარეო პოლიტიკის თემებთან ერთად, სადაც ასევე სრული ბუნდოვანებაა და ვერც ერთ ჯერზე ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავარკვიეთ, როგორია თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლებისა, არის ბუნდოვანება. როდესაც გვესმის, მე მოვისმინე ესეთი ფრაზა ჩვენი პრემიერ-მინისტრისაგან. შეიძლება ჩვენ ბევრი ბერკეტები ამ წუთში არა გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ იმის უნარით თუ არა გვაქვს, რომ შევაფასოთ დღეს აფხაზეთში რა ხდება, ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობ, იქ ითქვა ასეთი რამ, რომ ხდება საკადრო გადაადგილება. რას ნიშნავს საკადრო გადაადგილება, როდესაც თვით აღიარებული თუ რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული იყო ანქვაბი, სხვათა შორის ეს ის ანქვაბია, რომელსაც ჩვენ თავის დროზე, როდესაც ის აირჩიეს 2 წლის წინ, ჩვენ ასეთი შეფასება მივეცით, რომ მიულოცეთ აფხაზ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი საერთაშორისო აღიარება არ აქვთ, რომ ლეგიტიმაცია საერთოდ არ არსებობს ამ მიმართულებით, რომ აფხაზმა ხალხმა მაინც მოახერხა და არ აირჩია მაშინ კრემლის ფავორიტი. დღეს პრაქტიკულად ხდება ის, რაც მოხდა ყირიმში, რაც უნდათ რომ მომხდარიყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ბოლომდე გადაყლაპოს აფხაზეთი და არავითარი აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ არსებობს არავისგან აღიარებული. აფხაზეთი მათ ჭირდებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის და ცხინვალის რეგიონი და ჭირდებათ იმისათვის, რომ რაღაც იმპერიული ბერკეტები დამატებით შეიქმნან. ანქვაბიც კი, რომელმაც ძალიან რბილი პოლიტიკა გაატარა რუსეთთან მიმართებაში, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საყრდენი ყოფილიყო კრემლის პოლიტიკისათვის. და ამიტომ მოეწყო ის, რაც მოეწყო. ხაჯინბა ტრადიციულად ვინც იცნობს აფხაზურ პოლიტიკას და მე მაქვს პრეტენზია, რომ მეტნაკლებად არა მარტო ვიცნობ, არამედ ურთიერთობაც მაქვს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან და მათ შორის ვთქვათ იგივე იმ პრემიერ-მინისტრთან, რომელიც გადადგა ამ ცოტა ხნის წინ. ისინი მათ ერქვათ პროაფხაზური სახელი
და პროაბხაზური ხელისუფლება იქ ჩაანაცვლა დღეს უკვე პრორუსულმა, მკაფიოდ გამოკვეთილმა პრორუსულმა კრემლისგან მართულმა ადამიანებმა და მომავალი არჩევნებიც როგორც ჩანს ამ ასე ვთქვათ ტალღაზე წარიმართება. აქ ისმებოდა შეკითხვები, რომ აი როგორ დათმო ამ ქვაბმა ასე მარტივად და მალე თანამდებობა. ჩვენ არავინ არ ვიცით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ ვიცით, ის რეალურად ხდებოდა, როგორი ალბათ ზეწოლა ხორციელდებოდა, როგორი მუქარა, როგორი შანტაჟი ხორციელდებოდა შიგნით უკვე კრემლის მხრიდან, რაც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო და სწორედ ამ ზეწოლის გამო ითქვა, როგორც ჩანს, ასე მალე და ბჭყალებში მარტივად უარი ხელისუფლებაზე, ასე რომ ჩვენ ყველას, ვისაც ილუზია აქვს რუსეთისაგან რაიმე სიკეთის ნახვისა უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებით აფხაზეთის მაგალითმა ძალიან ცხადად დაგვანახა, რომ აფხაზეთს არ ჭირდება დამოუკიდებელი სახელმწიფოები. აფხაზეთს ჭირდება მისი მარიონეტი, გაუბედურებული, ვერ შემდგარი სახელმწიფოები, რომლებითაც იოლად მოახერხებს მანიპულირებას როგორც ლოკალურად რეგიონული მასშტაბით, ისე მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროა, რომ ის ასეთივე თვალით უყურებს საქართველოს. და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში კიდევ მეორე ბევრი ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს კაფიო პოლიტიკური დამოკიდებულება და კაფიო პოლიტიკური შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში უნდა გქონდეს, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში გქონდეს მორალური და პოლიტიკური უფლება გავაგრძელოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი და აფხაზებთან დიალოგზე საუბარი. წინა საარჩევნო გარემოზე რა მოგახსენოთ, მე დავიწყე. იცით რა, შეფარდებითია, ასეთი პარალელები არ არის რელევანტური. მე ვიტყოდი იმას, რომ დღეს ჩვენ ვერ ხედავთ პირდაპირ ცემატყეპას, ქვების სროლას, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამახასიათებელი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის კარგი, როცა ისტერიული ფონი არ იქნება და ისე შეიძლება მოახდინოს არჩევანი საზოგადოებამ საკუთარი სურვილის მიხედვით, მაგრამ ჩვენ ხედავთ სხვა პროცესებს. ხედავთ იმ პროცესს, რაზედაც მე წეგან გესაუბრეთ, ამაზე აღარ გავიმეორებ და ხედავ იმ განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრისაგან მოვისმინეთ და ამ განცხადების პარალელურად მანამდეც და მის შემდეგაც ხედავთ იმას, რომ ადამიანები ჩვენი სიებიდან ქრებიან. მე ამას არ ვამბობ რაიმე გადაჭარბებით, მაგალითად ხულოში, მაგალითად ქობულეთში, მაგალითად თერჯოლაში, მაგალითად ხარაგაულში და ხარაგაულში ჩვენს გამო მოეწყო უწყებათა შორისი კომისიის გამსვლელი სხდომა. ადამიანი, რომელიც ერთი კვირის წინ მოვიდა შენთან, გადაიღო სურათები, მოიტანა ეს სურათი, ამოირჩია ოლქი, სადაც იყრიდა თვითონ მაჟორიტარულად კენჭს და სიაშიც ბუნებრივად ეწერება, იმიტომ რომ ყველა მაჟორიტარი ეწერება სიაში. უცებ ერთ მშვენიერ დღეს რომ გამორთავს ტელეფონს და გაქრება ისე რომ ვერც მისი ოჯახის წევრი გეუბნება სად არის ეს ადამიანი, ოღონდ განცხადება დაწერილი აქვს რომ მიდის სიიდან. ეს აუცილებელი პირობა არის საოლქოში დევს განცხადება რომ ის მიდის თქვათ არასაპარლამენტო ოპოზიციის სიიდან. ოჯახი არ ღელავს და არ ფიქრობს რომ რამე დაემართა ამ ადამიანს რაიმე ასე ვთქვათ სიცოცხლისთვის სახიფათო მოქმედება მოხდა. ფაქტია რომ ამ შემთხვევაში ზეწოლა განახორციელეს შესაბამისმა უწყებებმა, მე არ ვიცი კონკრეტულად ამ შემთხვევებში ვინ არის, იმიტომ რომ მართლა ჯერჯერობით გამქრალი არიან ეს ადამიანები და ალბათ იმიტომ რომ ჩვენს წარმომადგენლებთან მათ არ ჰქონდათ არანაირი სათქმელი და გამამართლებელი რა უნდა ეთქვათ, რა მიზეზი უნდა ეთქვათ და ეთყობა პირობაც ჰქონდათ მიცემული რომ ამ ზეწოლის თაობაზე ხმამაღლა არ უნდა გაეცხადებინათ. ჩვენ ჯერჯერობით გვიშველა იმან და დღეს ორი დღე გადარჩა და კიდე არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რომ დავიჭირეთ თადარიგი. და ყველა სია, სადაც 10 კაციანი საკრებულო ირჩეოდა, ჩვენ 15 კაციანი სია წარვადგინეთ, სადაც 15 კაციანი ირჩეოდა, წარვადგინეთ 20 კაციანი სია. ეს იყო დავალება ჩვენი ყველა, ასე ვთქვათ, რაიონული და რეგიონული შტაბებისათვის. და ამან გადაგვარჩინა მაგალითად ნინო წმინდაში რომ არ მოგვიხსნეს სია, თორემ იქაც ამოგვიყვარეს მაჟორიტარი კანდიდატები. ამან გადაგვარჩინა აი ამ სამ რაიონში, სადაც გითხარით რომ არ მოიხსნა სია. თუმცა სულ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გაგრძელდეს ზეწოლა, თუმცა ხა ერთბაშად 5 ადამიანის პოვნა
ძალიან ძნელია რომ იმათზე მოახდინოს ეწოლა და 5 ადამიანმა ერთბაშად გადაწყვიტოს რომ წავიდეს სიდან. თუმცა იყო ასეთი შემთხვევები რომ მაგალითად იგივე ხულოში არა მარტო ჩვენი წარმომადგენლისაგან მოიხსნა კანდიდატურა, კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში მოიხსნა ჩვენი სხვა ოპოზიციური ძალების კანდიდატებისაგან. ასე იყო დმანიში. ასე რომ ძალიან ფარდობითია ყველაფერი. თუ მაშინ იყო ესეთი მრისხანე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან და გამოხატული მუშტი გრივში მათ შორის, დღეს არის აი ესე სუსის მეთოდებით ფარული ზეწოლა, სადაც ადამიანებთან ვერც კი ვარკვევთ რის გამო გაქრნენ, რატო აორთქლდნენ საერთოდ პოლიტიკური პროცესისაგან ესე უსიტყვოდ ულაპარაკოთ ახსნა განმარტების გარეშე. თვითონ სიტუაცია რომ სამწუხაროდ არათანაბარია, მე მგონი ამას თქვენ ხედავთ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არათანაბრობას განაპირობებს ის უფასო საეთერო დრო, რომელიც მოედინება ყველა ეთერიდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ ყველა ტელევიზიას, მათ ჰქონდათ უფლება თავიანთი საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავიანთი ნებით დაერთოთ ჩვენთვის რეკლამების განთავსების უფლება ბოლო 1 კვირის განმავლობაში მაინც სამწუხაროდ მივიღეთ უარი. თავის დროზე უფასო საეთერო დროით აღიჭურვა მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წინა ხელისუფლებას უნდოდა რომ ქონოდათ საეთერო დრო და აღმოჩნდა რომ ზუსტად იგივე სურვილები ამოძრავებს დღევანდელ ხელისუფლებასაც, იმიტომ რომ ამ მიმართულებით არაფერი არ შეცვალა და დარჩა ეს საეთერო დრო თუ ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც დღეს არის ნინო ბურჯანაძის მოძრაობა. ბურჯანაძე გამხდარა ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე, ეს ახალი ამბავი გავიგეთ ამ ცოტა ხნის წინ. აქვს უფასო საეთერო დრო, აბსოლუტურად გაუგებარია, რატო არა გვაქვს უფასო საეთერო დრო ჩვენ ახალ მემარჯვენეებს, იმიტომ რომ ორივე ამ პოლიტიკურ ძალას გვაქვს კვალიფიციური სტატუსი წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისაგან. და რა განგვასხვავებს ერთმანეთისაგან, რატო მოხდა ასე რომ მათ აქვთ და ჩვენ არა გვაქვს, ეს შეკითხვა ისმოდა წინა ხელისუფლების პირობებში და ეს შეკითხვა ისმის დღესაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციაში სარჩელი, როგორც თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ სარჩელის განხილვაში, იმიტომ რომ არ შემდგარა, ჯერჯერობით ეს განხილვა არ შედგა. ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კამპანია რომ იწყებოდა მაშინ ეს სარჩელი და საარჩევნო კამპანია მთავრდება და ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება ჩვენ იქედან არ აქვს. რომ დამთავრდება კამპანია მაშინ თუ განიხილავენ, ძალიან დაგვავალებენ ეთყობა ამაზე. ასე რომ სიტუაცია ბუნებრივია არათანაბარია, ფინანსური თვალსაზრისით, მედია დაფარვის თვალსაზრისით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ერთი თავს იმით თუ ვინ უგეშებთ, რომ 1000 ლარით დააჯარიმეს ჩვენი საჩივრის საფუძველზე სახელმწიფო კანცელარია, იმის გამო რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა პარტიული სხდომა თავის სამუშაო ოთახში, სათათბირო ოთახში, ეს ბევრს არაფერს ცვლის, იმიტომ რომ მერე მან მთელი საქართველოს მასშტაბით განაცხადა, რომ არსად არავის გამარჯვებას არ დაუშვებს. ასე რომ არ არის ამ ხრივ მარტივი მოცემულობა, მე ბევრჯერ მithქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ არ წუწუნებთ ამის გამო, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ არათანაბარ ვითარებაში ბრძოლას, მაგრამ ნუ დაგვამადლიან იმას, რომ რაიმე შეიცვალა უკეთესობისაკენ. ცემატყეპა შეიცვალა ფარული მეთოდებით, წმინდა წყლის სუსური, კაკებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც სურო დამალო მაინც ჩანს, იმიტომ რომ ქრებიან ადამიანები პარტიული საარჩევნო სიებიდან.